მოგესალმებით, ეთერშია BMG Auto Show ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. ელექტროავტომობილების პირველი გამოფენა საქართველოში. ArcFox Kaola და ArcFox Alpha T. ავტომობილები, რომლებმაც გაოცებული დაგტოვეს. სრულ დამხვტვას ჭირდება 15 წუთი. ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რაც არ შემიძლია არ ვახსენო, თაერის ფილტრაციის სისტემა. 99 და 98% შეუძლია ვირუსისგან გაწმინდოს ინტერიერები. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეპიდემიის დროს ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი არის. რა დანიშნულება აქვს SpaceRებს ავტომობილებში? გიორგი დანელია ისაუბრებს ვრცლად ტოპსპიდიდან SpaceRებზე. SpaceRები გამოიყენება როგორც სამოქალაქო ავტომობილებში, ვიზუალის გასაუმჯობესებლად, ასევე ავტოსპორტში და ოფროადში. არსებობს ხოლმე შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო ავტომობილზე ხდება ეგრეთ წოდებული დისკის შეცვლა და დისკი ედება სავალ ნაწილს. SpaceR ამ შემთხვევაში გამოიყენება იმისთვის, რომ დისკი დავაშოროთ სავალ ნაწილს. ვინ იყო მიშელ მუტონი? ლეგენდარული ქალი ავტომრბოლელის ისტორია BMG Auto Show-ში. გაწვიმდა სლიკებით დავიწყე სიარული. მეუბნებოდნენ უნდა გაჩერდეო, მაგრამ მე ეს არ მინდოდა. ყველას ვუწრებდი. იუჰა კანკუნენმა თქვა, რალის მსოფლიო ჩემპიონატი ბიჭებისთვისაა, ჯგუფი ბიკი მამაკაცებისთვის. სინამდვილეში კი კაცებისთვის და ერთი ქალის, მიშელ მუტონისთვის. ვატო წაწალაშვილი, გიგი ტუღუში და დავით ბერიძე ძალიან საინტერესო და ცხელი თემებით BMG Auto Show-ში. სანამ ახალ ამბებზე გადავალთ, გიო და ვანახებ ჩვენ მაყურებელს რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში, მანამდე ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მინდა მოგიყვე. Honda შეიძლება მილიონზე მეტი ავტომობილის გაწევა მოუწიოს უკან. რატო? თუ მიხვდები? სავარაუდოდ რაღაც ელექტროობაში ექნებათ პრობლემა, სწორად როგორც კი Honda იწყებს ელექტროობის გაზდას ავტომობილში, ამ დროს პრობლემებიც ჩნდება ხოლმე ზოგადად. სიმარტივით გამოირჩევა ეს ავტომობილები და როგორც კი რაღაცა ელექტრონიკაში ჩატენიან, ეგრევე პრობლემა უჩნდება. მე მგონი Honda-ს Toyota-სავით ურჩევნია, რომ BMW-ს მიმართოს და არ ვიცი, ეგ ცოტა საკითხია, კი ბატონო, მაგრამ აქ არის პრობლემა რა, შუქნიშანთან სტარტ-სტოპ სისტემა რაც არის, ანუ რო ხრება და იქოქება მანქანა. კი ბატონო, გაუშვდა რამდენიმეს ხანძარი აქედან გამომდინარე. მე იმედი მაქვს მოგვარდება ეს პრობლემა და კი, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით არის. ადრე იყო ტაკატას კაფსულებზე იყო ძალიან დიდი გაწევა, 200 მილიონი მანქანა გაიწვიეს, უკან უსაფრთხოების ბალიშებზე მაქვს საუბარი, სადაც როსკდებოდა ეს ბალიში, რკინის ნაფლეტები მოდიოდა და ხდებოდა სახეში, ზოგი დაასახიჩრა, ზოგი მოკლა. ხო და მაგის გამო ძალიან დიდი გაწევა. სხვა ტექნიკური პრობლემებიც ახასიათებდათ მსგავსი, ასე ვთქვათ. კოლოფებს ჰქონდა ხოლმე პრობლემა Toyota-ს გავიხსენებთ და ძალიან ბევრი ფეისაც გარანტიებზე არის და ნუ ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები ინჟინერული არ გათვლები და ვერ გათვლები და საკმაოდ ხშირია. ასევე ჯერემი კლარკსონმა გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება ფორმულა 1-ზე. განცხადება და მე მგონი მობეზრდა ჯერემის. ხო, აი უყურებდა მოწყენილი. რაღაცის ყურება. თუ გინდათო რომ ფორმულა 1 უფრო საინტერესო და სანახაობრივი იყოს, გადაიტანეთ ისეთ გზებზე, სადაც გასწრება უფრო მარტივი გასწრება იქნება. კი ბატონო, რაღაც მხრივ ეთანხმება. უფრო სანახაობრივი იქნება, უფრო რისკიანი იქნება. კი ბატონო, რისკიანი ფორმულა 1 იყო, აი ცოტა ძველ პერიოდში, სადაც ასე ვთქვათ, ძველი ფორმულა 1-ის მომრბოლელები დადიოდნენ. დღეს უკვე საკმაოდ ისე დაიხვეწა ტექნოლოგიები, ავტომობილებიც დაიხვეწანენ, გუნდებიც უკვე სასწაულ ბოლიდებს ქმნიან და ცოტა მონოტონური საყურებელია ხოლმე, როდესაც ერთი მრბოლელის და ერთი გუნდის დომინირება მიდის და ანუ ბევრი გადასწრება არ არის ხო, ანუ მთელი ხიბლი ფორმულა 1-ის იყო ის, რომ იყო ბევრი კონტაქტი, ბევრი გადასწრება. ანუ მოკლედ ჩაულებრივი. ბიჭებიც ჩამოგვიდნენ საპრიზოებით. ასევე საქართველოს ამბებიც რომ მოვიხილოთ, აგერ ევროპის ნასკარის სერიები გინდა, ესპანეთის დრიფტის ჩემპიონატი გინდა, ნუ ახალ ამბებში ამას ყველაფერს მოვიხილოთ. მოდი ვნახოთ და დავბრუნდებით ისევ სტუდიაში.
Lamborghini Super Trofeo 2025 ევროპის ჩემპიონატის მე-17 სეზონის პირველი ეტაპი სამხრეთ საფრანგეთში ჩატარდა. გუნდის შემადგენლობაში 20 სხვადასხვა ეროვნების 54 პროფესიონალმა პილოტმა მიიღო მონაწილეობა. რბოლა 5842 კილომეტრიან სარბოლო ტრასაზე შედგა, რომელიც 15 მოსახვევს, მაღალი სიჩქარით მანევრირების სარბოლო ხელოვნებას და რთული ტექნიკური სექციების ნაზავს მოიცავდა. თითოეული ჩემპიონატის სერიის მიმდინარეობა ორი მთავარი 50 წუთიანი რბოლისგან შედგება. ჩემპიონატის პირველი ეტაპის ამაღელვებელ რბოლაში კი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დამფუძნებელმა შოთა აფხაზავამ Artline Racing Team-თან ერთად AM Cup კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტექნიკური გუნდის მხარდაჭერით. 6 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა GDS საქართველოს დრიფტის სერიების გახსნით ეტაპს უმასპინძლა. შეჯიბრი საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული აღმოჩნდა, ხოლო პირველი ეტაპის შედეგები კი ასეთია. პირველი ადგილი გიორგი გრიგალაშვილი, მეორე ჯეიჰუნ სულეიმანოვი, მესამე ევა ივანოვი. ესპანეთის დრიფტის ჩემპიონატში, სადაც დრიფტერები მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩამოდიან, ქართველმა დრიფტერმა ირაკლი შალიკაშვილმა გვასახელა, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა და ტოპ 4-ში გავიდა. დავით ქაჯაია ევრონასკარის ვალენსიის ეტაპის ჩელენჯერის თასის გამარჯვებულია. სანდრო თავართქილაძე კი მასტერის თასის მეორე ადგილოსანი. დავით ქაჯაია პრო დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი ღია კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის პირველ რაუნდში დავითმა ჩელენჯერის თასზე მეორე ადგილი დაიკავა. მასტერსის თასზე მეორე ადგილი ერგო სანდროსაც. ქართველი სპორტსმენები ევრონასკარის დარჩენილ ეტაპზეც მიიღებენ მონაწილეობას. Mercedes-მა ახალი G-კლასი წარადგინა. ახალი ვერსია მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა. თუმცა ამ მოდელში ყველაზე მნიშვნელოვანი ის დეტალებია, რომელიც ყველას 1990-იანი წლების ეპოქას მოაგონებს. Mercedes-ი ახალ მოდელს მომხმარებელს ორ ვერსიად სთავაზობს. G450D, რომელიც 362 ცხენისძალას გამოიმუშავებს და G500, რომელიც 440 ცხენისძალითაა წარმოდგენილი. თუმცა ორივე მათგანს მსგავსი სტილი აქვს. მწვანე და კრემის ფერფერებში, რომელიც 1980-იანი წლების ესთეტიკას უსვამს ხაზს. ახალი G-კლასის ოფიციალური სახელწოდებაა უფრო ძლიერი ვიდრე 1990-იანები. ეს წარწერა ავტომობილის კარის სახელურზეც გვხვდება. Mercedes-ი 1990-იანი წლებით შთაგონებული G-კლასის მხოლოდ 460 ეგზემპლარს გამოუშვებს. თითოეული მათგანის ფასი 152,815 ფუნტიდან იწყება. BMW დამუხტვის სიჩქარის გასაუმჯობესებლად ჰიბრიდულ სისტემაში სუპერკონდენსატორის დამატების შესაძლებლობას იკვლევს. ისევე როგორც Lamborghini Sianis შემთხვევაში, გერმანულ ავტომწარმოებელს ჯერა რომ ავტოსპორტში გამოყენებულ ჰიბრიდულ მანქანებზე დამუხტვის დროის სულ რაღაც 1 წუთამდე შემცირება შესაძლებელია. სუპერკონდენსატორის მთავარი მინუსი ისაა, რომ რამდენადაც სწრაფად იმუხტება ისინი, იმდენად სწრაფად იცლება. აქედან გამომდინარე, თუ მანქანა დაუყოვნებლივ არ იყენებს მიღებულ ენერგიას, სჯობს ის ბატარეების დამუხტვას მოხმარდეს. ამ გათვლებით დაახლოებით 1 წუთიანი დამუხტვა საჭირო იქნება სარბოლო ტრასაზე 5-7 წუთის გასატარებლად, რაც დაახლოებით ყოველ მეოთხე წრეს გულისხმობს. გასულ წელს იაპონური ავტომწარმოებლები Toyota, Mazda და Subaru შიგაწვის ძრავის განვითარების დაჩქარების მიზნით გაერთიანდნენ. პარტნიორობის დაანონსებიდან დაახლოებით 1 წლის თავზე კი კომპანიები ოსაკაში, იაპონიაში 2025 წლის Expo 2025-ზე სტუმრების ტრანსპორტირებას ახალი კონცეფციის ავტომობილებით უზრუნველყოფენ. ეს ავტომობილები სინთეზურ საწვავზე მუშაობენ. იაპონური ავტომწარმოებლის ახალ მოდელებს საწვავით ENEOS Corporation-ი მოამარაგებს. კომპანიამ თავის პირველ ქარხანაზე მუშაობა უკვე დაასრულა და 2024 წლის სექტემბრიდან სინთეზური ბენზინის წარმოება დაიწყო. საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Honda-ს ძრავების გაუმართავობის შესახებ მომხმარებელთა მიმართვიანობის საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება 2 მილიონზე მეტ ავტომობილს მოიცავს და შუქნიშანზე ან გზების კვეთაზე მანქანის სრულად გაჩერების შემდეგ ძრავის დამოუკიდებლად გადატვირთვის პრობლემაზე მიუთითებს. მომხმარებელთა მიმართვიანობით შუქნიშანზე ან გზების კვეთაზე შეჩერებისას ჩართული ავტოს სტარტ-სტოპით ძრავა ავტომატურად გადატვირთვას ვერ ახერხებს. ამ თემაზე ODI-მ სულ მცირე 1384 შეტყობინება მიიღო და აქედან 4 შემთხვევაში ზღოლთა მტკიცებით სისტემის გაუმართავობამ ხანძარი და ავარია გამოიწვია. შედეგად გამოძიების ფარგლებში Honda დაახლოებით 2.209.466 ერთეული ავტომობილის გამოკვლევას გეკმავს. ნიკა, ხო, მოკლედ. გავიგე რომ ელექტროავტომობილი გადაიღე ამჯერად. ები. ორი ცალი ეს. მოკლედ ძალიან შეგვიყვარდა ჩვენ მე მგონი ელექტროავტომობილები და
მეტნაკლები. კარგი, მოკლედ, რა ავტომობილი უხედავ უკვე რა ავტომობილი. არა, ეს Linus & Co არის ჩვენი მეგობარი კომპანია, კიდევ ერთი, რომელმაც გვათხოვა Arc Fox-ები, ერთი არის Arc Fox Kaola და Arc Fox Alpha T. და მთავარი ისეთი რაც დამამახსოვრდა ამ ავტომობილებიდან არის ის, რომ ვირუსებს ფილტრავს. ანუ ეპიდემიის დროს არის ნომერ პირველი ავტომობილი. ისე რას დავაპირდი, იცი? ჩინურ ავტომობილებს ძალიან ისეთ სახელები აქვს ხოლმე. ზოგი თოლია არის, ზოგი მელია არის, ზოგი ეს არის არქტიკული მელა. ეს იშიფრება ამის სახელი. და ერთი მოდელი არის კონკრეტულად სრულად ბავშვზე მორგებული, ანუ მეოჯახე დედამ რო იყიდოს ეს მანქანა პირობითად, ყველანაირი ყველანაირი კომფორტი აქვს მოწყობილი იმისთვის, რომ ბავშვი უსაფრთხოდ ატაროს ერთი ადგილიდან მეორე, ანუ უსაფრთხოდ ატარება შეზღუდულს, ანუ კომფორტულად უფრო სწორი იქნება, იმიტომ რომ აქ ბავშვის ეტლის მოტრიალება, მიტრიალება, იქ საჭმლის გამაცხელებელი აქვს ბავშვისთვის, აი იმდენი ისეთი რაღაცები აქვს, ყველანაირი гаджеტი აქვს, მოკლედ იმისთვის, რომ კომფორტულად იქნას ადამიანმა თავი. აი, მოდი ერთ კითხვას დაგისმევ მაშინ. ძალიან ბევრი ელექტროავტომობილი გადავიღეთ უკვე და კიდევ ვაპირებთ, რომ გადავიღოთ. რა თქმა უნდა, ყველას მოვიხილავთ, არა მარტო ელექტრო. აი, შენი აზრით, შედგა თუ არა ელექტროავტომობილები? მე თუ მკითხავ კი, მაგრამ ერთ 5 წელიწადში რო გადავხედოთ ამ ყველაფერს, მომავლიდან რო შევხედოთ, მე მგონია კიდევ უფრო ბევრად დაიხვეწებიან. კიდევ უფრო დაიხვეწებიან და იმიტომ რომ უკვე ისეთ რაღაცებზე ფიქრობენ, რომ აი არ ვიცი რა. მოდი ჯობია ვნახოთ სიუჟეტი და მე დაგიბრუნდებით ისევ სტუდიაში. დღეს ჩვენთან გადაცემაში ყავს ორი სტუმარი. Arc Fox Alpha T და Arc Fox Kaola. Arc Fox იშიფრება ესე არქტიკული მელა და რატო შეარქვეს ეს სახელი? იმიტომ რომ მისი ბატარეები არის თანამედროვე, ახალი თაობის და ყინვაში ან ზამთარში, ასე ვთქვათ, შედარებით უფრო დიდ ხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტროავტომობილის ბატარეები, ანუ ნაკლებად ჯდება. ასე ვთქვათ, ერთი ავტომობილი გადის 550 კილომეტრს, მეორე კი 688 კილომეტრს. ეს კონკრეტული ავტომობილი ეხლა რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის სრულად გათვლილი ბავშვზე. თუ თქვენ ყავთ მცირეწლოვანი ბავშვი, იდეალური ავტომობილია საოჯახოდ. რატომ არის იდეალური ავტომობილი? ამას უკვე ინტერიერიდან აგიხსნით. სანამ ინტერიერში გადავინაცვლოთ და ვისაუბრებთ ამ ავტომობილის პლუსებზე, მანამდე მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. თუ სახში ყავთ გაწვრთნილი ცხოველი, მასაც შეუძლია ამ ავტომობილის კარის გაღება ძალიან მარტივად. თუ თაც მიადებს აქ, კარიც გაიღება. მოდი ახლა გადავინაცვლოთ შიგნით და უფრო კონკრეტულად ვნახოთ რა პლუსები აქვს ამ ავტომობილს. კარის გაღების დროს პირველი, რასაც ავტომობილი აკეთებს, თუ ბავშვი გვიზის ავტომობილში, ბავშვის სავარძელი ავტომატურად ტრიალდება. რაც შეგვიძლია ჩვენც გავაკეთოთ, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით, როგორც გვინდა ისე. მაგალითად, დაუბრუნოთ პირველდელ პოზიციას სავარძელი, ან თუ გვინდა ოდნავ ავწიოთ, ან დავწიოთ. ასევე გვაქვს სპეციალური სათავსოები, რომელიც არის გათბობა გაგრილებით. თუ საჭმლის ჭამა მოგვინდა ბავშვისთვის, შეგვიძლია შეუთფოთ, ან პირიქით, გაუციოთ საჭმელი. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მე რა ძალიან მომწონს, უკანა სავარძლებსაც აქვს ძალიან ბევრი პოზიცია. აქ გათბობა გაგრილება და ასევე პოზიციის ცვლილება. შეგვიძლია სავარძელი გავასწოროთ, დავждეთ, ესე. ან შეგვიძლია გავწიოთ მაქსიმალურად უკან, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით დავხუროთ კარიც და მივიღოთ მგზავრობისგან მაქსიმალური სიამოვნება. ასევე უნდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. თუ რატომ არის ეს ავტომობილი ოჯახისთვის იდეალური? და ეს მნიშვნელოვანი დეტალი არის მოძრავი ბარი. მოდი ახლა დავაბრუნოთ ჩვენი ბარი თავის ადგილზე და ვისაუბროთ რა მნიშვნელოვანი ფუნქციები გააჩნია ამ ბარს. პირველი რაც მინდა აღვნიშნო არის მაცივარი გამათბობელი. ასე ვთქვათ, ესეც რო ვნახოთ, სადაც შეგვიძლია მოვათავსოთ ბავშვის საკვები, დავკეტოთ და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით, პატარა სოსკის ნიშანი აქვს,
გავათბოთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო წინა მოძრავი სავარძელი. რისთვის არის ეხლა ეს ამას უკეთესად ავხსნი. მოდი ჯერ გადავწიოთ. ეხლა ჩავჯდები ავტომობილში და აქ მექნება სრული კომფორტი. რას გულისხმობს სრულ კომფორტში? შემიძლია დავისვენო. დავიღალე მართვით? გრძელი მანძილი გავიარე? ან ძილი მომერია? გადავაყენებ ავტომობილს, გემრიელად დავდებ თავს და ცოტა წაუძინებ. საოჯახო მანქანისთვის მნიშვნელოვანი დამეთანხმებით არის საბარგული. ეხლა კი ნახოთ ჩვენ კაოლას რამხელა სივრცე აქვს უკანა ნაწილში. დიდი საბარგულია იმისთვის, რომ ბევრი ზურგჩანთა ან ხელჩანთა ჩავდოთ უკან და მგზავრობა უფრო კომფორტული გავხადოთ. ამ ავტომობილის პლუსები არ მთავრდება მხოლოდ იმით, რაც ჩამოთვალეთ. ცენტრალური კონსოლი მონიტორი რაც აქვს, აქედან შეგვიძლია იგივე ფუნქციების შესრულება, რაც შევასრულეთ ხელით. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ამ ავტომობილს რაც აქვს, არის ის, რომ შეგიძლია ერთი პედლით მართო. ეს თქვენი სურვილის შეგიძლია გააკეთოთ, შეგიძლიათ გადართოთ ამ მოუძზე, ან ჩვეულებრივ სტანდარტული დააბრუნოთ. ეხლა რას გულისხმობ ერთი პედლით მართვაში? აქსელერაციის პედალს როცა აჭერთ, რა თქმა უნდა, მიდის ავტომობილი, მაგრამ აქსელერაციის პედლიდან ფეხის აღებას რო იწყებთ, ავტომობილი ავტომატურად იწყებს მოხრუძს. არ ვიცი, ეს ალბათ ინდივიდუალურია, ვის როგორ გირჩევნიათ, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა და დატესტვად ალბათ ღირს. ასევე ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რაც არ შემიძლია არ ვახსენო, ამ ავტომობილს რაც აქვს, არის ჰაერის ფილტრაციის სისტემა. და ეს რას ნიშნავს? ბევრ ავტომობილს აქვს ჰაერის ფილტრაციის სისტემა, მაგრამ განსაკუთრებული ამაში არის ის, რომ ვირუსებისგანაც კი გიცავთ. ანუ 99 და 98% შეუძლია ვირუსისგან გაწმინდოს ინტერიერი, ანუ გარედან შემომავალ ვირუსს გულისხმობ ავტომობილში, ჰაერიდან რაც ხდება. ანუ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეპიდემიის დროს ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი არის, ფავორიტი ალბათ ყველასთვის. ასევე ამ ავტომობილს აქვს საოჯახო სათამაშო მოედანი. ეს არის ინტელექტუალური და ინტერაქტიული პლატფორმა. მშობლისთვის და ბავშვისთვის გასართობად. შეუძლიათ ისიამოვნონ სხვადასხვა საინტერესო თამაშები ითამაშონ და მოგზაურობისას დრო გაიყვანონ. ასევე აქვს ემოციური სივრცე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ავტომობილს შეუძლია ავტომატურად დაარეგულიროს მანქანაში განათება, ხმა, ჰაერი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბავშვის სავარძელს, Good Baby შეიმუშავა ArcFox-თან ერთად ეს ყველაფერი და პირველი ელექტროუსაფრთხოების სავარძელია ეს ავტომობილში, რაც ხდება. ჯერჯერობით სხვაგან არ შეგვხედრია. და სავარძლის სტრუქტურული სიმძლავრე ჩვეულებრივ საბავშვო სავარძელთან შედარებით 156% უფრო ეფექტიანია. ასევე უსაფრთხოების მხრივაც ეს ავტომობილი არ ჩამოუვარდება სხვა ავტომობილებს. აქვს ACC და EACC სისტემა, რომელიც ავტომობილებს შორის მანძილს, აჩქარებას, შენელებას არეგულირებს. და რაც ასევე აღსანიშნავია, ამ ყველაფერს საკმაოდ რბილად აკეთებს. Range-ს რაც შეეხება, ერთხელაც ვახსენოთ, რომ 550 კმ-ს გადის ეს ავტომობილი, 1800 კილოა, 120 კილოვატიანია და დამუხტვის დრო სულ რაღაც 26 წუთია. ამით მე მგონი ეს ავტომობილი სრულად ამოვწურეთ. ერთადერთი რაც ალბათ არ გვითხოვს, ის არის რომ უზარმაზარი პანორამული ჭერი აქვს. ეხლა დროა გადავიდეთ მეორე ავტომობილზე. მოდი გავიყვანოთ ბარემ ტესტ დრაივზე და თან გზაში მოგიყვებით ამ ავტომობილის პლუსების შესახებ. პირველი შეგრძნებები, რაც ამ ავტომობილში ჩაჯდომისთანავე გვხდება. ალბათ ეს არის საჭე, რომელსაც ყველაზე ხშირად ვეხებით ავტომობილში. ბუთქუჩაა, მაგრამ სასიამოვნო საჭე აქვს, შეხებისას არ გვაღიზიანებს და ეს მომწონს. კარგია, კარგად ჯდება ხელში და მასალაც საკმაოდ ხარისხიანია. ასევე ინტერიერის მასალაც ანალოგიურად ხარისხიანია, არაფერი არ ჭრაჭუნობს, არ კაცუნობს. და აი სირბილე რაც აქვს ინტერიერს, აი სირბილე ძალიან კარგია რა. ძალიან მომწონს ამ ავტომობილის head-up display. სადაც ხედავთ სიჩქარის მაჩვენებელს, ხედავთ ჩვენ ზოლს, ხედავთ საგზაო ნიშნებს, აღიქვავს ყველაფერს, ნიშნებსაც, სად რამდენი კილომეტრ/საათით შეიძლება გადაადგილება და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ როგორი აქსელერაცია აქვს ამ ავტომობილს. ყველას გვაინტერესებს ალბათ, მე მით უმეტეს. არაფერი თლად განსაკუთრებული,
მაგრამ ნელი ავტომობილი არ არის. ჩქარი არ თითქმის. ნორმალური აჩქარება აქვს. მისაღებია ალბათ ყველასთვის იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უფრო საოჯახო ავტომობილი, კომპლექტაცია რა თქმა უნდა მაქსიმალურია. როგორ დადის? რბილად. კი. რბილი მანქანა, არ არის ბრაგუნა. საკმაოდ კარგი შუმოიზოლაცია აქვს. გარეხმები არ გვაწუხებს მართვის დროს. კარგი აუდიო სისტემა აქვს, ამასაც უნდა გავუსვათ აუცილებლად ხაზი, რაც ასევე ძალიან მომწონს და მისი 360 გრადუსიანი კამერები. ასევე ძალიან მომწონს მისი შიდა კამერები, შეგიძლია სელფი გადაიღო, ვიდეო ჩაწერო, საკმაოდ კარგი ხარისხის გამოსახულება აქვს, ესეც აღსანიშნავია, არა რაღაც 2 მეგაპიქსელიანი კამერა. ესეც უნდა ითქვას და სივრცე არის კარგად განაწილებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვინახავს ალბათ მანქანები, რომელიც ვიზუალურად ანუ გარედან ძალიან დიდი ჩანს, მაგრამ ძალიან ვიწრო ინტერიერი აქვს. ერთ-ერთი მაგალითი ალბათ კარგი მაგალითი, მაგისი არის Wrangler-ი. ასევე ამ ავტომობილში ხდება ჰაერის ის ფილტრაციის სისტემა ვირუსებისგან რო გვიცავს. ეპიდემიის დროს არის საუკეთესო ავტომობილი. ანუ COVID პანდემიის დროს რო ეს მანქანა ყოლოდა, ალბათ საშვის არ დაგჭირდებოდა სამოძრაოდ. ბევრი საუბარი რო არ გამომივიდეს, ცოტა ხანი გავჩერდეთ, გარედანაც მოვიხილოთ ავტომობილი და გავაგრძელოთ მერე ისევ ჩვენი ტესტ-დრაივი. რისი თქმა შეგვიძლია Alfa T-ზე. რო შევაჯამოთ, თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ძალიან კარგი მანქანა გამოდგა, ძალიან კომფორტულია, კარგი სამართავია, რაც გამიკვირდა არის ის, რომ ძალიან რბილი ავტომობილია. ვიზუალური კუთხითაც მოდი შევხედოთ. საკმაოდ მიმზიდველი ავტომობილი არის, თუნდაც წინა მხარე, უკანა მხარე რო ავიღოთ, აი ეს გრილების ჰაეროები არაფუნქციურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მომწონს. ვიზუალური ნაწილი ალბათ მიამსგავსეს შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილს, რასაც ვაფასებ. ვაფასებ იქიდან გამომდინარე, რომ ერთი შეხედვით ძალიან სიმპათიური ავტომობილია. საოჯახო ავტომობილის თავარი პლუსი, რა თქმა უნდა, საბარგული. ამ შემთხვევაშიც შევიხედოთ და ვნახოთ აქ რა გვაქვს. და გვაქვს ძალიან დიდი ფართი. სადაც თავისუფლად ჩაეტევა 4 ადამიანის სამყოფი ხელბარგი. ასევე აქ გვაქვს 220 ვოლტიანი დამტენი, სადაც შეგვიძლია შევაერთოთ ნებისმიერ ჩვენი ელექტროტექნიკა. მოდი უკანა ნაწილიც ვნახოთ. კარგი დიდი სივრცე გვაქვს. ჩაჯდომით. თავისუფლად ვჯდებით. დიდი ადგილი გვაქვს აქაც და მაღლაც. მოდი ასევე ვნახოთ ბარი, რომელიც საკმაოდ დიდია. ხელის კარგად გვიდევს, 2 ადამიანი ძალიან კომფორტულად დაჯდება და გვაქვს 2 ცალი კაპჰოლდერი და საკმაოდ დიდი სათავსო. საბუთები რაღაცები შეგვიძლია ჩავალაგოთ აქ. ესე ძალიან კარგი. ასევე აქედან ვაკონტროლებთ აუდიოს ხმას და შეგვიძლია დავარეგულიროთ გაგრილება გათბობის სისტემაც. ავტომობილში ჩაჯდომის დროს სავარძელიც და საჭეც იღებს დამახსოვრებულ პოზიციას და გვაბრუნებს სწორ პოზიციაში, რაც გვაქვს მითითებული, როგორც მორგებული გვაქვს საჭე და სავარძელი. ძალიან რაც მომწონს ამ ავტომობილის, არის აი ეს გასაღები, რომელიც თითქოს რაღაც კოსმიური ხომალდის გასაღებს წააგავს. უცნაური, მაგრამ ძალიან ლამაზია. რაც შეეხება წინა მხარეს, აქ შეგვიძლია ტელეფონი დავტენოთ, ასევე აქ მასაჟორები ამ ავტომობილს და ერთი ძალიან რაც მომწონს, აღჭურვილია კამერებით, შეგვიძლია სალონში სელფი გადავიღოთ, ან ვიდეო ჩავწეროთ და სალონის გარეთაც. ეს ავტომობილიც აღჭურვილია უზარმაზარი პანორამა ჭერით, რომელსაც აქვს ლუქის ფუნქციაც. შეგვიძლია გადავხადოთ და ჩვენ მანამდე უკვე ვილაპარაკოთ თუ რა ელექტროფუნქციები აქვს ამ მანქანას. გადავიდეთ მანქანის მოდებში და გვხვდება კომფორტი, სპორტი, ეკონომი, ი-ავტო, ვამ, პედალ და ინდივიდუალ. ინდივიდუალური ალბათ ყველასთვის ნაცნობია, ჩვენ გემოვნებაზე შეგვიძლია მოვარგოთ ავტომობილის სეტინგები და ასევე ამასაც აქვს ერთი პედლით მართვის ფუნქცია. ანუ ეს რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ ავხსნი, აქსელერაციის პედალზე რო გვიდგას ფეხი, როგორც კი ვიწყებთ აშვებას, ავტომობილი იწყებს მუხრუც. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემი აზრით ცოტა არაპრაქტიკულია ალბათ, იმიტომ რომ მიჩვეულები ჯერ არ ვართ ამას.
ალბათ მივეჩვევით. აქ ასევე თოვლის რეჟიმი და უნდა აღინიშნოს, რომ არის 4-4-ზე, მაგრამ ეს არ არის მუდმივი 4-4-ზე. 4-4-ზე გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა მივდივართ გარკვეული სიჩქარით, მაგალითად 40-50 თუ სადმე ჩავრჩით ან გაგვიჩერდა, ამ შემთხვევაში გვირთავს ამ რეჟიმს. 60-70 კილომეტრის შემდეგ უკვე არის ჩვეულებრივი წინაწამყვანი ავტომობილი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფუნქცია, რაც ამ ავტომობილს აქვს, და გასცევთ თქვა გასართობიც, შეგვიძლია ჩვენ მანქანას სამდე განზომილებაში უყუროთ. ზუსტად ამას ვიზახდი კამერაზე. შეგვიძლია ახლა დიმა სელფი გადავიღოთ, გაიღიმე. ბარემ სათავსოც ვნახოთ როგორი აქვს. ევადია. ხელით გამად ჩადის. მნიშვნელოვანია მანქანაში სათავსოები. წინაც ორი კაპჰოლდერი გვაქვს, მობილურის დამტენი და ქვევითაც სათავსო გვაქვს უზარმაზარი. შეგვიძლია ყველაფერი მოვათავსოთ, რაც გაგვიხარდება. ეხლა უკვე ბრუნდებით თბილისისკენ, საკმაოდ აგრესიულ რეჟიმში ვიარეთ მთელი ტესტ-დრაივი. დილიდან წამოყვანილი ყავს ეს ავტომობილი, ბოლომდე არ იყო დამუხტული, მინდა აღვნიშნო, არ მახსოვს ზუსტად რამდენზე იყო, რომ არ მოვიტყუოთ, მაგრამ ეხლა მიწერს, რომ 418 კილომეტრის რეინჯი მაქვს კიდე დარჩენილი. რაც შემიძლია გავიარო. თავარი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ავტომობილის შემთხვევაში არის ის, რომ სრულ დამუხტვას ჭირდება 15 წუთი. თქვენც არ ელოდით, არც მე ველოდი. ანუ რა გამოდის, რომ 5 წუთით რო შევაერთოთ ელექტრომობილი და დავმუხტოთ, გამოდის ის, რომ დაახლოებით 200 კილომეტრი შეიძლება გქონდეს უკვე რეინჯი. ანუ ამ შედარებაზე აქამდე არ მიფიქრია. არ ვიცი, ახლა ძალიან სიღრმისეულად ჩავფიქრდი ელექტროავტომობილებზე და აქედან გამომდინარე ამ დასკვნამდეც მივედი. თუ აუში ვასხამთ რაღაცა 200 კილომეტრის სამყოფ საწვავს, შეგვიძლია ასევე 5 წუთით შევაერთოთ და 200 კილომეტრი მოგცეს. ანუ იმასაც 5 წუთი შეიძლება არ უნდოდეს 3 წუთი პირობითად, მაგრამ 2 წუთი რამენაირად მოვითმენთ. მოკლედ გიო, როგორც ვიყავი Top Speed-ში, ესე ჩვენი მეგობარი კომპანია არის და გადაიღეს SpaceR-ები. კი ბატონო, მოკლედ Top Speed-ს დაუმეგობრდით და ძალიან ბევრ საინტერესო ტექნიკურ ვიდეოებს შევთავაზებთ ხოლმე ჩვენს მაყურებლებს. ეს SpaceR-ები არ არის მხოლოდ ვიზუალური კუთხით, რასაც უმეტესობა აყენებს ხოლმე. SpaceR-ებს აქვს სპორტული დატვირთვაც, იყენებენ როგორც ტრეკის ავტომობილებზე, ასევე დრიფტ კარებზე, ასევე გამოიყენება off-road-ში და ასევე ქალაქის ავტომობილებისთვის გამოიყენება ვიზუალის შესაცვლელად, ასე ვთქვათ, საბურავების გარეთ გამოსაწევად, რომ ესე ვთქვათ, საბურავები უფრო ლამაზი გამოჩნდეს. მოდი ბოლომდე რო არ ვთქვა. ბოლომდე ტექნიკური რაღაცები ვიდეო ვიდეოში ვნახოთ და მე დაგიბრუნდებით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემით. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით Top Speed-ის შოურუმში და ვისაუბრებთ SpaceR-ებზე. SpaceR-ები გამოიყენება როგორც სამოქალაქო ავტომობილებში, ვიზუალის გასაუმჯობესებლად, ასევე ავტოსპორტში და off-road-ში. სამოქალაქო ავტომობილებში SpaceR-ების გამოყენება ხდება ვიზუალური ცვლილებების გამო, ასე ვთქვათ, საბურავების გარეთ გამოსაწევად. ასევე არსებობს ხოლმე შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო ავტომობილზე ხდება ეგრეთ წოდებული დისკის შეცვლა და დისკი ედება სავალ ნაწილს. SpaceR-ი ამ შემთხვევაში გამოიყენება იმისთვის, რომ დისკი დავაშოროთ სავალ ნაწილს, ანუ ცოტა გარეთ გამოვწიოთ. ავტოსპორტში SpaceR-ები გამოიყენება ავტომობილის ბაზის გასაზრდელად, რომელიც გვაძლევს ავტომობილის უკეთეს მართვას და უკეთეს ბალანსს. Off-road-შიც იგივე პრინციპით მუშაობს და თან off-road ქარებს გამოწეული საბურავები მინდა გითხრათ, რომ ძალიან უხდება ხოლმე, შესაბამისად off-roaderებს ძალიან უყვართ ავტომობილზე დიდი SpaceR-ების დაყენება, რათა ეს ასე ვთქვათ, გამოდუტული კრილოები და დიდი საბურავები ერთმანეთთან პროპორციაში კარგად იჯდეს ხოლმე. ეხლა გარეთ გველოდება ავტომობილი, მოდი დავაყენოთ მასზე SpaceR-ები და ვნახოთ ვიზუალური კუთხით რა სხვაობას მივიღებთ.
თვალი ნახეთ, ეხლა კი ვისაუბროთ ხარისხზე. საქართველოში საკმაოდ ბევრი უხარისხო პროდუქცია არის გავრცელებული, გამონაკლისი არც სპეისერები არ არის. უხარისხო სპეისერები არის დამზადებული მყიფე და მსხვერპლი ალუმინისგან, რომელიც განიცდის დეფორმაციას და ტყდება საკმაოდ მალე. ხოლო აქ წარმოდგენილი სპეისერები მზადდება დაპრესილი ალუმინისგან, რომელიც გამოიყენება საავიაციო წარმოებაში. Topspeed-ის მიზანი ბრენდის სახელია, რომელიც ბაზარზე 20 წელია არსებობს. ამიტომ სპეციალურად მათთვის იწარმოება ხარისხიანი სპეისერები, რომელიც არის დამზადებული დაპრესილი ალუმინისგან. 60-61 ტიპის შენადნობი. ამ ტიპის ალუმინი გამოიყენება თვითმფრინავების წარმოებაში. არის მყარი, მსუბუქი და არ იცვლის ფორმას, არ სკდება და არ იბზარება. გაითვალისწინეთ, რომ სპეისერების სწორი შერჩევა მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. დღეს მინდა მოგიყვეთ ისტორია მიშელ მუტონის შესახებ. პირველი პარტნიორი, ასე ვთქვათ, ოფიციალური Fiat იყავდა, მერე უკვე Audi და Quattro-თი ასპარეზობდა ისეთ გიგანტებთან, როგორებიც იყვნენ ვატანენი, ჰანუ მიკოლა და უგებდა. მათ უგებდა. საოცარი ხალი იყო და დღემდე არის რალის მსოფლიო ეტაპების ორგანიზატორი ეს ხალბატონი, უკვე რამდენი წელია 70-ს გადაცილებული არის. იცოდი X-Men-ია? სხვათა შორის შენგან გავიგე პირველად, რომ მითხარი საერთოდ და ცოტა ვიცინე კიდევაც, სანამ ასე ვთქვათ, არ მოვიძიე მისი ბიოგრაფია და ბიოგრაფია რომ მოვიძიე, მე მივხვდი რომ საკმაოდ სასაცილო არ ყოფილა, სასაცილო ნამდვილად არ ყოფილა, საკმაოდ ძლიერი პილოტი იყო და ნუ დღემდე ამ ადამიანს უყვარს თავისი რა თქმა უნდა, დღემდე ამ სფეროშია და დღემდე ორგანიზატორი არის ამ ივენთების. კარგი, მოკლედ, ნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით ისევ სტუდიაში. მიშელ მუტონი, შავი ვულკანი. ქალი, რომელიც მამაკაცებს შიშის ზარს სცემდა. იგი საფრანგეთის ქალაქ გრაში დაიბადა. ბავშვობაში თავით სიგურაობასა და ბალეტში გამოიჩინა. ასევე კარგი იურისტის კარიერა ცელოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის მოსაწყენი იყო. 1972 წელს მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, როდესაც იტალიელ მოყვარულ მრბოლელ ჯან ტაიბი შეხვდა. მან მიშელი კორსიკის რალიზე დაპატიჟა. მაშინ მუტონი მხოლოდ მაყურებელი იყო, ხოლო 1 წლის თავზე ის ჟანის მეწყვილე პილოტი გახდა. მიშელს მამამ რალის სამყაროში წასვლის გადაწყვეტილება მოუწონა. ადრე მასაც რალის პილოტობა სურდა, ამიტომ შვილის სიყვარული ავტომობილებისა და რბოლის მიმართ მისთვის გასაგები იყო. თუ გინდა რბოლაში მონაწილეობა, გააგრძელო მრბოლელი უნდა გახდე. გიყიდი მანქანას და ერთ სეზონსაც დაგიფინანსებ. ამით შენი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება გექნება. უთხრა მამამ მიშელს. მამამ ოჯახის დანაზოგი დახარჯა და ახალი Alpine A110 შეიძინა. მაშინ ეს ავტომობილი რალის პილოტებისთვის ფავორიტი იყო. ასევე ჩამოყალიბდა გუნდიც, რომელიც მეგობრებისგან და მეზობლებისგან შედგებოდა. გუნდს კი Group Competition Grace დაარქვეს. მიშელმა პირველივე სეზონში თავი გამოიჩინა. 1973 წელს ქალების ღონისძიებაში კორსიკის ტურზე მერვე ადგილი დაიკავა. 1974 წელს კი უკვე მსოფლიო რალის ღონისძიებებში მონაწილეობდა. მის საყვარელ კორსიკის ტურზე მე-12 ადგილი დაიკავა და ფრანგი და ევროპელი ქალი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1975 წელი მისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ფრანგულმა ავტოკომპანია Elf-მა მისი ტალანტი შენიშნა და სპონსორობა შესთავაზა. მიშელ მუტონი კი რალის პროფესიონალი მრბოლელი გახდა. მან წრიული რბოლის შეთავაზებაც მიიღო. მოინეთ LM75 ლემანს პროტოტიპით 24 საათიანი ლემანსის კლასში პირველი ადგილიც დაიკავა. გაწვიმდა, სლიკებით დავიწყე სიარული. მეუბნებოდნენ უნდა გაჩერდეო, მაგრამ მე ეს არ მინდოდა, ყველას ვუწრებდი. 1977 წელს მან ხელი Fiat-თან მოაწერა და მიშელი 131 აბარდზე გადაჭდა. მანამ ავტომობილის მართვა სატვირთოს მართვა შეადარა. მიუხედავად ასეთი მონსტრის ტარებისა, მან დიდებული შედეგები აჩვენა და Tour de France რალი მოიგო. მონტე-კარლოს რალიმდე ცუდი ამბავი მოვიდა. Fiat-ს მხოლოდ 5 მანქანის უზრუნველყოფა შეეძლო, მიშელისთვის კი ადგილი ვერ მოიძებნა.
მას მოუწია ლანჩია სტრატოსი ეთხოვა, რომელსაც ბერნარდ დარნიში ატარებდა. დარნიში ძალიან გაბრაზდა, რომ ვიღაც ქალი მის ავტომობილს გააფუჭებდა. მიშელმა კი მე-6 ადგილი დაიკავა, რაც რალიზე ლანჩას საუკეთესო შედეგი იყო. ცნობისთვის დარნიშს კარმა მოუწია და ძრავა გადაახურა და თავისი ლანჩა სტრატოსი გააფუჭა. ტელეფონზე გაისმა ზარი და აუდის გუნდმა მუტონს ახალი კვატროს ტარება შესთავაზა. ამ მონსტრს 300 ცხენი ზალა ჰქონდა, რაც რალის სამყაროში არ ნახული ავტომობილი იყო. როდესაც დარეკე სრული შოკი იყო, როდესაც ფრანკ ქალს გერმანიიდან გირეკავენ და მსოფლიო ჩემპიონატში მიღებას გთავაზობენ, ეს დაუჯერებელია. არ ვიცოდი ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, მაგრამ უარის თქმა არ შემეძლო. ჩემი გუნდელი ჰანუ მიკოლა უნდა ყოფილიყო. მე მას ყოველთვის დიდებულ პილოტად მივიჩნევდი და ის ჩემი გუნდელი ხდებოდა. 1991 წელს ლეგენდარულმა მრბოლელმა არი ვატანენმა თქვა, რომ ის ქალთან წაგებას არ აპირებდა. მაგრამ მიშელმა რალის მსოფლიო ჩემპიონატის სანრემოს ტურში გამარჯვება მოიპოვა და ჰენრი ტოივონენის და არი ვატანენის დამარცხება შესძლო. ის გახდა პირველი ქალი, ვინც რალის მსოფლიო ჩემპიონატის ტური მოიგო. შემდეგი წელი მუტონისთვის მძიმე აღმოჩნდა. კოდ-დიუარის მარათონის რალის დროს შეიტყო მამამისის გარდაცვალება. მამის ბოლო სურვილი შეასრულა და რბოლა დაიწყო. ფინიშის ხაზის გადაკვეთა. რომ არა ავარია მას ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსიც ექნებოდა. იუჰა კანკუნენმა თქვა, რალის მსოფლიო ჩემპიონატი ბიჭებისთვისაა, ჯგუფი ბიკი მამაკაცებისთვის. სინამდვილეში კი კაცებისთვის და ერთი ქალის, მიშელ მუტონისთვის. თავისი კვატროთი ის იყო იმ ცოტა პილოტთა შორის, რომელმაც დიდი სიჩქარის დამორჩილება შეძლო. მიშელ მუტონი მხოლოდ რალიში როდი იყო წარმატებული. ის კოლორადოს პაიქს პიკში მონაწილეობდა და თავის კლასში პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ წელს ამერიკული ვერვა პროტოტიპების რბოლა მოიგო. 1986 წელს კი მუტონს ადგილი პეჟოში გამოუჩნდა, სადაც კიდევ უფრო სწრაფ 205 T16-ს ატარებდა. მუტონმა გერმანიის რალის ჩემპიონატი დაიპყრო და 8 ღონისძიებიდან 6 გამარჯვების მოპოვება შეძლო. საბოლოოდ ყველაფერი იგი დასრულდა საიდანაც დაიწყო. კორსიკის რალიზე მიშელის პეჟოს კარგი ტემპი ჰქონდა. მესამე ადგილსაც იკავებდა, თუმცა გადაცემათა კოლოფის პრობლემების გამო რბოლის შეწყვეტა მოუწია. მეორე დღეს ახალგაზრდა ნიჭიერი ფინელი პილოტის ჰენრი ტოივონენის და მისი მეწყვილე სერხიო კრესტოს ტრაგიკული ავარიის შემდეგ მიშელ მუტონმა გადაწყვიტა, რომ თუ ჯგუფი B გაუქმდებოდა, რბოლას თავს დაანებებდა. გერმანიის რალის ჩემპიონის ტიტულის დაცვიდან 2 კვირის შემდეგ შაუმა ვულკანმა რალიდან წასვლის განცხადება გააკეთა. მაგრამ მისი სიყვარული რალის მიმართ არასდროს განელებულა. დღეს მუტონი რალის მსოფლიო ჩემპიონატის მენეჯერია. მისი შედეგების გაუმჯობესება კი დღემდე ვერც ერთმა ქალმა შეძლო და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს. ექსპო ჯორჯიაში გიო ჩატარდა ელექტროავტომობილების გამოფენა. სადაც ჩვენც ვიყავით. რა თქმა უნდა, მომამზადეთ სიუჟეტი, ძალიან საინტერესო იყო, ბევრი ახალი მოდელები გავიცანით, ასევე ახალი მოდელების პრეზენტაციაც იყო და ორი სიტყვით მოდი მითხარი, მოგეწონა თუ არა? ძალიან მომეწონა, საკმაოდ ბევრი ავტომობილი იყო წარმოდგენილი და არ მოველოდი ამას და ასევე იყო fast charger-ების ძრავი დამუხტვის დანადგარების კომპანიები ძალიან ბევრი შემოსულა ჩვენთან ბაზარზე, რასაც მივესალმები, რაც უფრო მეტი fast charger-ი იქნება. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა გავაცნობ. უფრო შეუწყობს ელექტროავტომობილების, ასე ვთქვათ, განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ანუ რაოდენობაში უფრო გაზრდის ელექტროავტომობილებს. ძალიან მომეწონა, ძალიან ბევრი ავტომობილი შევათვალიერე, ცოტა ისეთი. დაზვერე ხო შო? დავზვერე, ასე ვთქვათ, რაც მომეწონა. და აი, იცი რას ვაკვირდები? დღითი დღე გამავლობაში ეს ჩინური ავტომობილები იმატებენ და იმატებენ. დღითი უფრო მეტ მანძილს გადიან. ეს Arc Fox Alpha T რაც გადავიღეთ, 15 წუთი სჭირდება სრულ დასამოყ, ან 15 წუთი. 15 წუთი. აი, შენ რო გაჩერდი და 5 წუთით შეერთო, 200 კილომეტრს გაძლევს. ანუ ჩათვალე 5 წუთი მე ისედაც ხომ ჭირდება რომ საწვავი ჩავასხა 200 კილომეტრის სამყოფი. ანუ ფაქტიურად იგივეა. იქ ნუ სადმე შორმანძილზე თუ მიდიხარ, გადახვალ ყავას და რაღაც დამიჯერე მომავალში 5 წუთამდე ისე ჩამოვა ეგ დრო როგორც არაფერი. ძალიან სასიამოვნოა, საკმაოდ ჩუმი არიან ელექტროავტომობილები, საკმაოდ კომფორტულები არიან. კი, ყველას გვიყვარს ეს
როხროხა ხმები და საწვავის ყოველდღიურობისთვის იდეალურია. კარგი, მოდი ვნახოთ სიუჟეტი და ჩვენ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. 5 აპრილს თბილისი ელექტრომობილების ცენტრი გახდა. EV ინდუსტრიის მოყვარულებს და ყველას, ვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები აინტერესებს, თავი EV Exposition-მა მოუყარა. გამოფენა Expo Georgias მე-11 პავილიონში გაიმართა. იქ მოსულ სტუმრებს კი უახლესი მოდელების მრავალფეროვნება და სწრაფი დამტენების სადგურები დახვდათ, რომლებიც მოწინავე ტექნოლოგიებით, დახვეწილი დიზაინითა და საოცარი სიმძლავრით გამოირჩევიან. გამოფენა EdGeeks-ის ორგანიზებით, მათი ერთ-ერთი პროექტის EV News-ის პარკლებში ჩატარდა. სულ რაღაც 5 თვის წინ შეიქმნა EV News-G, რომელიც არის პირველი ელექტრომობილების პლატფორმა პაბლიშერი საქართველოში და აი მართლა 2 დღის შემდეგ შექმნის მერე იმხელა გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს, რომ მივხვდით, რომ უნდა შექმნილიყო ფიზიკური სივრცე და არა მხოლოდ დიჯიტალი ინტერნეტ სივრცე. დღევანდელი წარმოდგენილი ბრენდები უმეტესად დადიოდნენ უცხოეთში, როგორც ან მოწვეული სტუმრები, ან გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად და ყველა მართლა გულანთებული ელოდებოდა 5 აპრილის დადგომას, რომ თავიანთი მოდელები აი ესეთი მოპრიალე და ბედნიერი სახეებით წარმოედგინათ. დღეს ვნახეთ 2 სრულიად ახალი მოდელის პრეზენტაცია კომპანია E-Motors-ისგან და კომპანია Solar Autos-გან, თუმცა ყავს სადღაც 15-მდე კომპანია წარმოდგენილი. ელექტრომობილების პირველმა გამოფენამ საზოგადოებაში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. კომპანიებმა ექსკლუზიურად გამოფენისთვის რამდენიმე ახალი ავტომობილის პრეზენტაციას გამართეს. ჩვენ გარდა იმისა, რომ BYD წარმოვადგენთ, დღეს გქონდა ახალი მოდელის პრეზენტაცია BYD-ის ბრენდის Leopard-ი, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ მოხდა შევთავაზეთ სიახლე Solar Auto-მ და იმათ ახალი ბრენდი, ეს არის Li Auto, Lisian და 3 მოდელის პრეზენტაცია მოხდა დღეს. ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ ჩვენი ბრენდის Sena i400-ით და Sena EV300-ით, რომლებიც არიან კორპორატიული ავტომობილები, სეგმენტი არის საშუალო. Sena-ს ბრენდი რას ნიშნავს? Sena-ს ბრენდი ჩვენი შექმნილია, მარკეტინგულ და სპეციფიკაციების შეკვეთას ჩვენ თვითონ ვაკეთებთ და მზადდება ჩერის ქარხანაში. ნიშნავს, რომ Sinogold და ჩერი ჩვენი პარტნიორები არიან და აი ამ მოდელების გამოცდილება უკვე დიდი ხნის ისტორიით არის. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ავტო, ისე მოტოტექნიკა. აქ შეხვდებოდით ისეთ ბრენდებს, როგორიც არის BYD, Nissan, Fox, Kia, Sena და ასე შემდეგ. სტუმრებს ასევე ჰქონდათ ახალი ავტომობილის ტესტ-დრაივის შესაძლებლობა. საქართველოში პირველი ელექტრომობილების გამოფენამ უწყვეტი ხალხის ნაკადის ფონზე ჩაიარა. EV Exposition-მა კი მომავლის ტექნოლოგიები, ეკოლოგიური და მდგრადი გადაწყვეტილებები ერთ სივრცეში შეკრიბა. დღეს ჩვენთან გადაცემაში სტუმრად არის სპორტული კლუბი პეტროჰედების დამფუძნებელი ვატო წაწალაშვილი. გამარჯობა ვატო. გამარჯობა ნიკა. მოგესალმებით. მიხარია რომ თქვენთან სტუდიაში მოვედი და რაღაცა საინტერესო თემებზე უნდა ვისაუბროთ. მე მზად ვარ თქვენს ნებისმიერ კითხვას უპასუხო, როგორც წამყვანებმა შეგიძლია დამისვათ, როგორც რიგით მრბოლელებმა და პეტროჰედებმა და ენთუზიასტებმა. ამოუწუროთ ეს თემა, ამოუწურავი ერთ გადაცემაში ვერ ამოუწურავთ, მაგრამ რაღაცები ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მოდი მოკლედ მოვიხილოთ საქართველოს ეტაპი, რაც ჩვენთან ტარდება და მე უკვე გადავიდეთ იმ გეგმებზე, რაც ჩვენს დავაანონსეთ წინა გადაცემაში და იმაზეც ვისაუბროთ. ეხლა რამდენი ეტაპი გვაქვს საქართველოში წყვილთარბოლის და სპრინტის? საქართველოში წელს 2025 წელს გვაქვს ჯამში 9 ეტაპი, 6 წყვილთარბოლა უნდა იყოს და 3 რალი სპრინტი. აქედან ერთი უკვე ჩატარდა, ერთი სპრინტი ჩატარდა, ერთი წყვილთარბოლა ჩატარდა. თვლი რომ კარგად ჩაიარა ყველაფერმა, იმიტომ რომ ბევრი მონაწილეები იყვნენ და რაც თავარი არის ყოველ სეზონზე და ყოველ წელს ახალი მონაწილეები ემატებიან. ეს წელიც არ იყო გამონაკლისი და 10 აბსოლუტურად ახალი მონაწილე მოვიდა, რომლებსაც ძარღვებში სისხლის მაგივრად ბენზინი უჩქებთ, როგორც იტყვიან, ძალიან მოწადინებულები არიან და ჩაერთნენ ამ ყველაფერში და ფიქრობ, რომ უკან დასახევი გზა და აქედან გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ მეც თვითონ ესე დავიწყე დაახლოებით 20 წლის წინ 20 წელი გავიდა და შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი რბოლა არ გამომიტოვია, სადაც ან არ ყოფილვარ როგორც მაყურებელი, ან არ გამოვსულვარ.
ასე რომ ძალიან მაგარი სფეროა იმისთვის, რომ ადამიანი შედგეს კარგ სპორტსმენად. ავტოსპორტი არის ძალიან ისეთი დისციპლინის სპორტია, ჩქარა სააზროვნო სპორტია, ძალიან სარისკო სპორტია, ეს ყველა მიცის, თუმცა კაცებს გვიყვარს რისკი და რაც უფრო მაღალია ეს რისკი და ამ რისკსაც უფრო გადავლახავ და სირთულეებია, ეს ადრენალინი და სიამოვნების შეგრძნება უფრო მეტია და მეტია. ბატონო, მოდი ვისაუბროთ ზრდაზე თვითონ მონაწილეების, ბრბოლელების, პილოტების, რაც პირველი ეტაპი რაც ჩატარდა, პირველი ივენთი, მაგის მერე დღემდე რამდენად გაიზარდა თვითონ მანქანის მომზადების კუთხით მონაწილეებში და რამდენად არის და თვითონ მართვის კუთხითაც ამაზეც რო ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, რომ თითქმის მივახლოვდით ევროპულ დონეს უკვე და ჩვენი ქართველი პილოტები ძალიან ბევრი მიმართულებით ამას ამტკიცებენ რა, დრიფტში მიდიან, ტრაკში უნდათ წასვლა, წრიული რბოლა, შარშან რალიში ცადეს ბედი, ფორმულები, აზია, ევროპა გაიზარდა საქართველოს დონე და ვფიქრობ, რომ ევროპასთან ინტეგრირდება ნელ-ნელა აი ამ მიმართულებითაც. რაც შეეხება ჩვენ სეგმენტს, ჩვენი პეტროლჰედების კლუბი კიდევ ვინც არის მაყურებლებს ვეთქვი, რომ არის ორგანიზატორი. და დაახლოებით უკვე მეხუთე სეზონია ატარებს საქართველოს მასშტაბით წყვილთა რბოლებს და რალი სპრინტებს და მე ვარ ამ ყველაფრის ასე ვთქვათ მაყურებელი, აი ამ ყველაფერს უყურებ, როგორ იზრდებიან, როგორ გადიან, აი ნულოვანი ეტაპიდან რო იწყებენ ტიპები, რომლებიც აი მოდიან და აბსოლუტურად ისეთი რაღაც დაბნეულად არიან ტრეკზე და ვერ წარმოუდგენიათ, რომ აი მე შეიძლება ეხლა აქ მოხვდე და მეც უნდა მივიღო ამაში მონაწილეობა და აი აქედან როგორ ხდებიან უკვე ტიპები, რომელსაც შეიძლება მე ვკითხო რაღაცეებიდან პასუხობენ და ძალიან დიდი სისტემა არის დაწყებული მანქანის მომზადებით, მანქანის მართვის ოსტატობით. ვფიქრობ, რომ გაიზარდა დონე, მანქანის მომზადების დონეს გაიზარდა, ისწავლეს საბურავების სწორი შერჩევა, გადალახეს ეს ბარიერები და რაც ყოველთვის ფსიქოლოგიური ბარიერები. ძალიან ბევრია დღესაც ვიცნობ, რომ აი სამეგობროებში ლაპარაკობენ, რომ აიცი მე მრბოლელი ვარ, მე ეს მინდა, მაგრამ ვერ რისკავენ, რომ აქამდე მოვიდნენ. ეს არის პირველი ეტაპი. და თუ ეს ეტაპი გადალახე, მერე უკვე ყველაფერი არის ჩვენს კლუბში, რომ ერთმანეთს დაეხმარნონ, ტრეინინგები ჩავატაროთ, გავზარდოთ პილოტები და რაც თავად მარტო რაღაც ავტოდრომზე არ გეხმარება ეს ყველაფერი ხდები, ცხოვრებაში გაძლიერებს. შენ რო შეგიძლია რომ ურთულესი წინაღობები გადალახოთ ძალიან მოკლე დროში ავტოდრომზე, მერე სხვა რაღაცები რო შეხვდება ცხოვრებაში, შენი ორგანიზმი და მენტალური შემეცნება ისე არის მოწყობილი, რომ სხვა რაღაცებსაც მაგრა გადალახავ. ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნები ავტოსპორტი ძალიან მეხوارება ცხოვრებაში, ასე რომ ყველას ურჩევ, ვისაც მანქანა უყვარს, მანქანა ყავს და რაღაც დონეზე სიარული უნდა მოვიდნენ ჩვენთან. აი თქვენი გადაცემაც ეხმარება ამაში, ჩვენი კლუბიც დაეხმარება და ნელ-ნელა აიწევს მომზადების დონეც, მართვის დონეც და რაც ყველაზე მე მაგალითად მთავარი არის სიამოვნების დონე. ამ ყველაფრიდან უნდა მივიღოთ სიამოვნება. ეს არის number 1, რისთვისაც ვართ და რასთვისაც ამ ყველაფერს ვაკეთებ. ყველაზე რთული მე მგონია ეს პირველი ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც ამდენი წელი ავწდიო. მუშაობ, მაგრამ არა უშავს. ერთხელ ან ორჯერ უნდა ცადო, უბრალოდ უნდა გათიშო გონება, მიენდო ინსტინქტებს და მიყვე დინებას და მე ყველაფერი კარგია რა. ბატონო, მოდი ვისაუბროთ პოლონეთის ამბებზე. რა ტარდება, რა ივენთია ეგეც რო თქვათ და ვინები მიდიხართ? ხო, წინა გადაცემაში დაანონსდა მე თქვენთან ვუყურე. მოკლედ, ჩვენი პეტროლჰედების ჯგუფი დაახლოებით 80-დან 100 პეტროლჰედს აერთიანებს, რომლებიც ყოველ ეტაპზე არა, მაგრამ ეტაპებზე წლის განმავლობაში გამოდიან ხოლმე. ამ ხალხს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ძალიან დიდი სურვილი აქვს, ენთუზიაზმი აქვს, მოწადინებულები არიან, მაგრამ ბევრმა უკვე 40 წელს გადააცილა და მხოლოდ საქართველოს ფარგლებით შემოიფარგლება, მაგრამ სოფლიო რამხელაა და რამხელა არეალია, მაგრამ რატომღაც სულ ესე გონია, რომ საქართველოდან რომ ყველა უყურეს თავიდან რაღაც სამოყვარულო დონეზე, აი მე მაინც ცოტა ვერთობი მოყვარული ვარ, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ ბერს რომ შეიძლება შენი ნიჭი, შენი ჰობი, შენი ეს passion, რასაც ქვია, სხვაგანაც გაიტანო და პოლონეთი არის ამის ძალიან მაგარი პლატფორმა. ვარშავასთან ახლოს არის ერთი ძალიან საინტერესო კლუბი და ძალიან მაგარი ავტოდრომი, რომელსაც 100 წელზე მეტი
ისტორია აქვს. 100 წელს ითulis ეს ტრეკი მეორე მსოფლიო ომამდე აშენდა, წარმოიდგინე და იმის მერე პოლონეთში რა გადაიტანა მსოფლიო ომის დროს პოლონეთმა, მაინც არსებობს ეს ტრეკი, რეკონსტრუქციები განიცადა და მთელი ევროპიდან ჩადიან ტიპები და ერთმანეთს ეჯიბრებიან რალისპრინტში. წარმოიდგინე თითო ივენტზე მინიმუმ 120-დან 150-მდე მონაწილე არის და ამ ტრეკის შესახებ მე სადღაც 17-18 წელია ვიცოდი. და სულ იყო ჩემი ოცნება, რომ რამენაირად აქ მოხდა მეთქი და 2020 წელს მოვახერხე ყველანაირად და მარტო წავედი, რომ ეს ყველაფერი მენახა. ნახე ეს ყველაფერი, ძალიან მაგარი ხალხი გავიცანი, ჩვენს აზრზე მყოფი ხალხია, რაც ყველაზე მთავარია, ბენზინი უჩქებთ სისხლში და მანდ რო ჩავედი, გავიცანი ეს ტიპები და ვთქვი, რომ მეთქი მე ახ აუცილებლად დავბრუნდები მეთქი. შემდეგ წელს წავედი და რა გავაკეთე, მე მოვახერხე ერთ-ერთ გუნდში ჩაჯდომა და ინტეგრაცია ამ პილოტებთან. შემდეგი მიზანი რა იყო, მეთქი მე აქ დავბრუნდები და ჩვენ ქართველ პეტროლხედებს ჩამოვიყვან მეთქი და გაჩვენებთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ, ძალიან მაგრად შეგვიძლია ტარება და ამის დასამტკიცებლად მივდივართ ახლა ზუსტად. ამ ეტაპზე გუნდი, პოლონური გუნდი, რომელიც პეტროლხედებთან არის პარტნიორობაში, შეუძლია რომ მიიღოს 5 მონაწილე, ანუ 5 სპორტული ავტომობილი დახვდება ქართველებს, ქართველ პილოტებს და ესენი მიიღებენ აი სხვადასხვა კლასში და წარმოიდგინე ეს ამ 5 ტიპმა 150 ჩეხ, პოლონელ და გერმანელ ძალიან მაგარ ტიპებთან, მაგარ მანქანებთან ერთად უნდა ნახოთ რა გამოვა იქ. სტილი ცოტა სხვანაირი აქვს იმათ, ჩვენ სხვანაირი სტილი გვაქვს და ფიქრობ რომ ჩვენი სტილი რაღაცა შეიძლება იყოს მომგებიანი. 5 მონაწილე ასე ვთქვათ შეირჩა პეტროლჰედების ჯგუფი და თუმცა არ იყო ეს რაღაცა ჩაკეტილი თემა რომ მხოლოდ პეტროლჰედებს შეეძლოთ წასვლა. გეცოდინება თქვენ ადევნებდით თვალყურს რომ დაიდო ნიუსი რომ სრულელებს შეუძლიათ გამოგვეხმაურონ და ჩვენ ამას შევარჩევდით. შევარჩიეთ 5 პილოტი პირველი მეორე სუპერლიგიდან. ეხლა არ ვიტყვი რომ თქვათ ქართული ავტოსპორტის ყველაზე ტოპ პილოტები მიდიან, იმათ დატვირთული სარბოლო გრაფიკი აქვს, მაგრამ ჯერა რომ ისინი აუცილებლად წამოვლენ შემდეგ ეტაპზე, თუმცა პირველი მეორე ლიგის ბიჭები ძალიან მაგრად არიან, ჩვენები მომზადებულები და ვფიქრობ რომ ვიბრძოლებთ იქ. ერთ-ერთი პროფესიონალი მრბოლელია აქედან თქვენს ეთერში პირველად გაიგებენ ვინები არიან ეს პილოტები და ვინც ამ სფეროში კარგად არის გაერთიანებული, მიხვდებიან ვინც არიან. ერთ-ერთი არის გიორგი კიკნაძე, მთელი ცხოვრება არის ავტოსპორტშია და ექნება ეხლა საშუალება რომ თავისი ეს პროფესიონალური რაღაცნაირი გამოცდილება გამოიყენოს ჩვენთან ერთად და დაამტკიცოს იქ. ადვილი არ იქნება პირველი გასვლა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ გიორგის აქვს შანსები რომ მინიმუმ პოდიუმისთვის ვიბრძოლოთ. ერთ-ერთი გუნდში მონაწილე მე გახლავართ, მე მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე ჯერ იმათთან ჯერ გასარკვევი მაქვს თემები და შევპირდი რომ მეთქი მედლის გარეშე და ტიტულის გარეშე მეთქი თქვენ არ დაგანებებთ ხშირად ჩამოვალ მეთქი, მეორე პილოტი მე ვიქნები. მესამე პილოტი იქნება, მესამე პილოტი არიან ჩვენი პეტროლჰედების ლიგებიდან, სამივე პირველ მეორე ლიგაში იბრძვიან. ძალიან ტექნიკური პილოტები არიან. ერთი არის ბესო კაპანაძე. ბესო კაპანაძეს ბევრი იცნობს ამ სფეროში. წინა წამყვანებში ძალიან კარგად ასპარეზობდა წლების განმავლობაში და რამდენიმე გზის ჩემპიონიც არის და ეტაპების გამარჯვებულის ტექნიკური პილოტია. ერთი იქნება ვახტანგ გოსიაშვილი, ძალიან ადაპტირებადი პილოტია, შეუძლია სხვადასხვა ტიპის მანქანები ძალიან ადვილად მოირგოს და უცხო გზებს ადვილად გაუგოს, ასე ვთქვათ, თავისი ნიუანსები და ვფიქრობ რომ ბესო და ვახო სტრიტ კლასში მიიღებენ მონაწილეობას. სტრიტ კლასი რო ვთქვათ არის ნახევრად პროფესიონალების კლასი, სადაც არ დაიშვება სპორტული სლიკები. ყველაფერი დაშვებულია, სპორტული სლიკები არ შეიძლება. საბურავებით იქნება. ხო, საბურავებით არის დაყოფა და სხვათა შორის Honda Civic Type-ით გამოვა ოსიაშვილი ბოლო მოდელი 2024 წლის ყველაზე ტოპ ვერსია, რაც კი არსებობს, აი იმ Honda Civic Type-ით გამოვა ოსიაშვილი, ასე რომ ნახოთ. კაპანაძე გამოვა Renault Megane Trophy-ით, ასევე ბოლო მოდელი არის თავის კლასში რენოში და ვფიქრობ რომ ცუდად არივლიან. რაც შეეხება პრო კლასებში მე გამოვალ მეგანით, Renault Megane-ით, გამზადებული ბოლომდე ბოლიდი არის სეკვენტალი კოლოფით და ასე შემდეგ. და
კიკნაძე გამოვა Renault Clio-თი, ასე ბოლო მოდელი Renault Clio-თი, ისიც გადუგული, გამზადებული სეკვენტალებით და ერთი მონაწილე ყავს კვადროკლასში, ეს იქნება ირაკლი გობეჯიშვილი. ირაკლი გობეჯიშვილი სამოყვარულო რბოლებიდან კარგად იცნობენ ბევრი, ბოლო 2 წელია პირველ მეორე ლიგაში იბრძვის, მაგრად ამზადებს მანქანას, ძალიან ძლიერი მანქანები ყავს, ძალიან ადვილად ადაპტირდება უცხო მანქანებთან და ფიქრობ, რომ იარისით, იარის GR-ით, რომელიც იქნება ძალიან მაგარი soft slick-ებით, დაშლილი, გამზადებული, ფიქრობ, რომ ადვილ გასეირნებას არ მოუწყობს პოლონელ ბიჭებს. ხო, მანქანა ძალიან სასიამოვნო სატარებელია, მაგარი მანქანაა. ვერ ვიტყვი, რომ თავის კლასში ტოპ მანქანაა, ცოტა უფრო მაგარი მანქანები ყავთ იმას, მაგრამ ნახოთ რა გამოვა. ხო, თავის მაქსიმუმს გავაკეთებ და რაც ყველაზე მთავარია, ეს ამითი არ მთავრდება. ეხლა 29-ში მივდივარ, 29 მაისს მივდივართ. 3 დღიანი ეტაპი და გავაშუქებთ ყველაფერს საქმის ყოლში იქნება ყველა და ამითი არ დამთავრდება. პეტროლჰედების მთელ არმიას 80-ვე კაცს ვინც არიან ჩვენთან შანსი აქვთ რომ წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ წავიდეთ ხოლმე. რა თქმა უნდა ეს ჩვენი თვით დაფინანსებით ხდება, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ყველანაირად ისე რომ მაინც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს ყველაფერი და რაღაცა კოლოსალურ თანხებთან არ არის დაკავშირებული. სრულად ჩვენი დაფინანსებით მივდივართ, ჩვენი ბიუჯეტით მივდივართ და ნახოთ, იმედი მაქვს რომ მომავალში გვერდში დაგვიდგებიან. საავტომობილო ფედერაციაც დოკუმენტალურად და ტექნიკურ მატერიალური ბაზით ყოველთვის გვერდში გვიდგას, რაღაც ეტაპზე გვეხმარებიან, თუმცა რაც შეეხება ამ ნაწილს სრულად კლუბის და ჩვენი პირადი სახსრებით მივდივართ. მაგრამ დიდი ფინანსები ჭირდება. ჭირდება, რა თქმა უნდა, ჭირდება. მაგრამ ყველა ჩვენ რაღაცებს ვაკლებთ, ჩვენს თემებს და მე ვდებთ აქეთ ხოლმე, იმიტომ რომ მე ამითი ცხოვრობთ და კარგი რამეა. ბატონო, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. პოდიუმებს. მადლობა, წარმატებებს უსურვებ თქვენს გადაცემას. მიხარია რომ ძალიან კარგი საინტერესო გადაცემაა, იუმორით სავსე, ინფორმაციით სავსე და რაც თავია ყურებადია და დიდი მადლობა. ნახოთ, მე აქა ვარ, კიდე შევხვდებით და მე კიდე გავაშუქოთ რაღაცები. მადლობა თქვენ. ჩვენი შემდეგი სტუმრები არიან Georgian Drag Racing Series დამფუძნებელი გიგი ტუღუში და მასკვიჩა პერფორმენსი დავით ბერიძე. მოგესალმებით ბიჭებო, პირველ რიგში მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. როგორ ხართ? მადლობა მოწვევისთვის. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. საქართველოს Drag Racing სერიები. მოკლედ, რამდენი მონაწილე იქნება, რა კლასები იქნება, ყველაფერი ეს ინფორმაცია რომ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს და თუ ვინმეს გამოსვლა უნდა და ფიქრობს გამოსვლას ასევე რომ მათაც მარტივი იყოს შემდეგ. კი ბატონო, 4 მაისს გვაქვს დრაგის ჩემპიონატი იქნება უკვე არა მხოლოდ ჩვენ როგორც ყველა აღვიქვავთ, არამედ უკვე ოფიციალურადაც ფედერაცია აღიარებს და იწყება უკვე თავის რეგულაციებით ყველაფერი. ჩვენ ისედაც რეგულაციები არ შეგვეცვლება ტექნიკური, რამოდენიმე კვირაა დარჩენილი 4 მაისამდე და რა თქმა უნდა ტექნიკური არ შეიცვლება, იქნება იგივე რეგლამენტი ტექნიკური, მაგრამ რაც შეეხება მონაწილეობას და ასე შემდეგ კლასებს, გვექნება შემდეგი განსხვავება რომ ჩვენ ვეცდებით რომ დავამატოთ ელექტროკლასი ცალკე და მიზანი არის რა რომ რაც შეიძლება ეს ძალიან მომზადებული ავტომობილები უკვე მეტი ხდება რომლებიც 9 წამში ივლიან და იქნებ ის რაოდენობა გაჩნდეს ამ მონაწილეების რომ ცალკე კლასში მოხდეს მათი მობილიზება რომ ის მონაწილეები ვინც გამოდიან თქვათ უკან ამძრავში თუ კვადროში 9-ს ზევით ანუ 10 წამში და ასე შემდეგ მათაც ჰქონდეთ ინტერესი. მონაწილეების რაოდენობა დარწმუნებული ვარ მაქსიმუმი იქნება, ეს არის 100 მონაწილე, მეც ვერ ვტევთ დღის განმავლობაში და ხალხი შარშან აბსოლუტურად ყველა რეკორდი მოიხსნა, ყველა ზონა იყო იქაც გაყიდული რა და წელსაც ანალოგიურად ველოდებით, რომ სრული დასწრება იქნება ავტოდრომზე, რაც კი შეიძლება იყოს. ყველაზე საინტერესოზე გადავიდეთ. BMW vs Mercedes. აი აქ რა ხდება? ბატონო დავით, როგორ ემზადებით? კიდევ ერთხელ გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენს მაყურებელსაც მივესალმები. ესე იგი, დრაგში ახლა მე მთელი ცხოვრება დრაგში ვიღებ მონაწილეობას და გამოდივარ დრაგის დისციპლინაში. Mercedes-ით, რა თქმა უნდა, სულ ყოველთვის Mercedes-ით გამოდიოდი და სტანდარტულად საქართველოში ისე ჩამოყალიბდა და ისე წავიდა ყველაფერი, რომ Mercedes და BMW როგორც თვალ სოფლიოში ერთმანეთის კონკურენტები არიან აქაც. ოღონდ რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე და არა რაღაც გართობის მხრივ რა.
ხო და დრაგის დისციპლინაში კიდე ისე წავიდა ყველაფერი, რომ Mercedes-ი ბევრად დიდი დომინანტი იყო 2000 ალბათ 20 წლამდე, 21 წლამდე, ანუ დომინირებდით ჩვენ Mercedes-ის მოყვარულები და გიგი რასაც ამბობდა, ისეთი პერიოდიც ჰქონდა BMW-ს კლუბს, რომ დიდძალ თანხას აკისებდა გამარჯვებულისთვის, ოღონდ Mercedes-ისთვის მოეგო BMW-ს კონკრეტულად რა და დიდძალ პრემიასაც თავაზობდნენ, მაგრამ მაშინ ისე მოხდა, რომ გიგის თანხა დაუზოგეთ ჩვენ, რომ არ ქონდა ზედმეტი ხარჯი რა და ისევ ჩვენ მოვიგეთ, რა თქმა უნდა. ხო და მაგრამ ახლა უცებ შეიცვალა ერა, შეიცვალა იმ მხრივ, რომ ტექნოლოგიები, ახალი მანქანები ისე დაიხვეწა და ისე წამოვიდა, რომ ძალიან აჩქარდა უკვე ქარხნული მანქანაც კი, რომელსაც შენ არ ჩაერევი, უკვე ქარხნათა ჩქარი არის. ეს უკვე სერიოზულად ზრდის კონკურენციას, ანუ ყველა ასპექტში, როგორც სტარტში, ისე 400 მეტრის გავლაში, ანუ დრაგი არ არის ის, როგორც ხალხს გონია, რომ აი დგა ხარ, ტორმოს გაუშვი ფეხი, გაზი მიადგი და წახვედი. ეს ფიქრობს აი 90% რა და ესე არ არის და რეალურად ანუ დრაგის დისციპლინა ძალიან რთული რაღაცა არის რა და ანუ რთული არის ჩვენთვის პროფესიონალებისთვის, ვინც სისტემატურად იღებს მონაწილეობას და არა ნუ ვიღაცა რო გამოვიდეს, ახლა ნებისმიერ შეუძლია მართლა გამოვიდეს, დაადგას გაზფეხი და წავიდეს. თანამედროვე მანქანები მაგის საშუალებას გაძლევენ, რომ აი ეგრე გააკეთო, მაგრამ მანდ ახლა მე არ არის ექშენი, არ არის ბევრი ხიბლი არ არის, სიამონება არ არის რა და ნუ პლუს მე მაინც გაკეთებული მანქანები დომინირებენ. ახალი მანქანები გაძლევს გაკეთების საშუალებას და კარგათაც კეთდება და დღეს ახლა საქართველოში არაერთი მსოფლიო დონის პროექტი არის, როგორც ჩემი, ისე სხვების, სხვა გუნდის ბიჭების, ანუ ბევრი გუნდი არის უკვე, რომელიც მსოფლიო დონეზე არის გასული და ეს მე მიხარია, იმიტომ რომ კონკურენციის დონე კიდევ უფრო მაღლა გაიზარდა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ Mercedes-ებით ძველი Mercedes-ებით დომინირებდით, წარმოიდგინეთ, მაშინ იყო დრო 12 წამი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი მანქანა რა და დღეს უკვე მანქანები 10 წამიდან გამოვიდნენ და 9-ში დადიან და წელს მე დიდი იმედები მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ 9-დანაც გამოვა რამოდენიმე მანქანა და ანუ 2-3 წელიწადში დონე აქედან ძალიან გაიზარდა მაღლა რა და ეს კარგი არის და შესაბამისად მეც მომიწია განვითარება, მეც მომიწია ბევრად აჩქარება და იმის გამო რომ არ ჩამოვრჩე იმ ახალ გუნდებს, ახალ ტექნოლოგიებს და ახალ ჩქარ მანქანებს, მეც ჩემი მანქანის აჩქარება მომიწია და წელს განახლებული ძალებით, რა თქმა უნდა, გამოვალ და დიდი მედებს ვამყარებ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, დრაგი ისეთი სფერო არის, სადაც არ არის მხოლოდ გაზზე ფეხი დაადგა. დავეთანხმები რა, მეც ახლა 1-2 მომენტს ვიტყვი მაგ თემაზე, რომ მე ახლა რა ვიცი როგორი ექშენი და ის აღარ გვინახავს დრივთ მას სტერსიდან დაწყებული ყველაფერი დამთავრებული, მაგრამ ის როგორც სტარტზე უყურებთ ხოლმე როგორ ემზადებიან და რეაქცია, აი პირას რო გადიან მარტო თავის გამარჯვებაზე არა, იქ რამხელა გუნდის სახელია, იქ რამდენი ამბიციები ისა და აი მე ასეთ წამში რო დასვამენ ხოლმე რეაქციას ზუსტად აი მწვანის ანთებისას მანქანა ჰაერში რო კვეთს იმ ლაზერს არის ხოლმე და ეს ყველაფერს ნახულობენ ხოლმე ძირითადად იქ სტარტზე ტრიბუნაზე ვინცაა განთავსებული ის ხალხი რა და ეს საკმაოდ ეფექტური სანახაობა ვერ ვიტყვი რომ ადვილია და ისა საკმაოდ დიდი შრომა ჭირდება როგორც აღნიშნა რა და წელს უკვე სიახლეები რაც გვექნება არის რომ მთლიანად დავაწყობთ ამ ჩვენ დიდ ტრიბუნას რაც გვაქვს ხოლო ჩვენ საქართველოში ამიტომ სტარტზე უკვე დიდი ზონა გვექნება და რა ვიცი ვალები მითავდებოდა და დავამატეთ და გვექნება დიდი მონიტორები შევიძინეთ იმისთვის რომ ცენტრალური ტრიბუნის მაყურებელმაც გამეორებები კარგად უყუროს იმიტომ რომ იქ ძალიან მოძველდა 2012 წელს დამონტაჟებული მონიტორი არის დღემდე და აბსოლუტურად არ ჩანს და ამიტომ ვაპირებთ რომ მთავარია მოესწროს ახლა და შემოვიდეს ქვეყანაში და დიდი მონიტორი იქნება ცენტრალური ტრიბუნისთვისაც და იმ დიდი ტრიბუნისთვისაც რომელიც სტარტზე იქნება. ამიტომ ვემზადებით მაქსიმალურად რომ ეს რაც იქნება შემოსევა, გინდა დრაგსტერების, გინდა მაყურებლის, მაქსიმალურად ისიამოვნონ ამ სანახაობით რა. ის ხალხი, ვინც ფიქრობს დრაგზე გამოსვლას და ფიქრობენ რომ უსაფრთხო არის, თრად ეგრეც არ არის, ანუ მჭირდება მანქანას მომზადება. უპირველეს ყოვლისა უნდა ქონდეს მანქანას ძლიერი მუხრუჭი და რკინის ნერვები, რა თქმა უნდა.
თავი მიზანი დრაგის რა არის, რომ საბოლოო ჯამში ეს იყოს ისეთი სპორტი, რომელზეც თავიდან ბოლომდე იმზადებიან და არა თან თქვათ მოსკვას ვეცახით, როგორც ქალაქში დადიოდა თავის სარბოლოო ავტომობილით ეგრე კი არა, რომ ბოლიდები ყავდეთ, რომელთაც მოემზადებიან ეს გუნდები და ერთმანეთს შეიჯიბრებიან, ვის უფრო მაგარი პროექტი ექნება რა. იციან ხოლმე თითოეულ ადამიანმა რომ აი მე რატომ უნდა შევხვდე დაშლილ ავტომობილს? იმიტომ უნდა შევხვდე დაშლილ ავტომობილს, რომ შენ გამოდიხარ სპორტის სახეობაში, რომელშიც ეჯიბრები სიჩქარეში. ის შენზე უკეთ მოემზადა, კეთილი ინებე, შენც შეგიძლია მოემზადო, არავინ არ გზღუდავს. ხო და ეს არის თავარი მიზანი, რომ აქ არის სიჩქარე. სიჩქარე ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ ხერხით. კვადროკლასში რა ხდება? მე მახსოვს წინა წელს ძალიან დაძაბული კვადროკლასში გვაქვს როგორ ბევრი დაპირებებია ყოველთვის და ეს დაპირება რატო არ გარდაიქმნება რეალურ სანახაობად, მაგას გეტყვით რა, ფაქტიურად რა, იმიტომ რომ ყველაზე მომზადებული, ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული ავტომობილები არიან ხოლმე კვადროკლასში რა. ანუ ვერ ვიტყვი რომ სხვა კლასში არ არიან, მაგრამ მაღალ სიჩქარეზე და დაბალ დროში მისაპირებს გამოსვლას. რამოდენიმე მონაწილეა ესეთი და ვინაიდან ძალიან ბევრ ცხენებზე არიან, რა თქმა უნდა, გაფუჭების რისკიც მეტია რა და 90% სამწუხაროდ ხო რა, აი ვერ გამოდიან ხოლმე, აი კონკრეტულად შეჯიბზე სულ ქონდა ეგ შემთხვევა, გინდა ტატოზე იყოს, გინდა კოლტზე იყოს და გინდა მაჩურას სუბარუზე იყოს რა. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ისინი ერთად მოხვდნენ საბოლოო ჯამში და გაარკვიონ, გადაწყვიტონ ვინ არის ყველაზე სწრაფი საქართველოს ჯერჯერობით კოლტს უჭირავს ეს ტიტული, საქართველოს რეკორდი უჭირავს 9 და 1 ხო, როგორც მახსოვს 9 და 0, ხო, 9 და 0. კარგი, მოკლედ შევაჯამოთ, 4-ში რა გველოდება, რომ ჩვენმა მაყურებლებმაც გაიგოს და ბილეთები გაყიდულია უკვე თუ ჯერა. ბილეთები არ შეშებულად ჩაეშვება 2-3 დღეში და გველოდება რა, ბევრი მაყურებელი, ყველა მონაწილე და მაქსიმალური ადრენალინი, სანახაობა, რასაც ყოველთვის ბოლო წლები აქ თავაზობთ ეს ბიჭები და დანარჩენი კიდე ერთად ვნახოთ კომფორტს მაქსიმალურად საორგანიზაციო კომფორტს, ნუ ახლა გაშვების ტემპი უკვე ყველამ ვიცით რომ გვაქვს ის დაჭერილი, რაც ალბათ სოფლიოში არა ესე კონვეერივით ყველას გაშვება, დანარჩენი კიდე რა ვიცი, ვნახოთ, ერთად ვნახოთ, დიდწყალობით იმედია ყველაფერი მშვიდობიანად ჩაიგოს. მადლობა ძალიან დიდი მობრძანებისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ გიგი ტუღუში და დავით ბერიძე, ეს იყო BMG ავტო, მოვალ შეხვედრამდე.